ეს Brawl Talk-ია. დღევანდელ ვიდეოში განვიხილავთ მთლიან Brawl Talks, ახალი რეარითიდან დაწყებული 8 ცალი ჰაიპერჩარჯი, ახალი მოუვდები და უამრავი სხვა რამ. პლუს გათამაშება და ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. ეს იქნება პირველი ბრაულერი ახალი რეარითიდან და ის იქნება ულტრა ლეგენდარი. Ultra Legendary Brawlerებს ექნებათ ახალი განსაკუთრებული ფუნქციები, როგორიც არის თუ გახსოვთ Buzz Lightyear-ის update-ს, როდესაც გამოვიდა, ქონდა 3 განსხვავებული რეჟიმი, ხოლო ახალ Ultra Rare-ის Brawlerებს ექნებათ 2 რეჟიმი, კონკრეტულად კესკი აქვს ერთი ახლო და ასასინის რეჟიმი, რომელიც ძალიან ძლიერია და მორტის წააგავს, ხოლო მეორე რეჟიმი არის დაახლოების მაქსი სტილის და ესეც ძალიან OP-ია. ასევე კი ეს ექნება განსაკუთრებული ტყვია, როგორც ხედავთ შუაში ერთი პატარა გამოყოფილი ნაწილი არის, თუ ამ ნაწილში მოარტყავთ, თქვენ დააკლებთ 2-ჯერ უფრო მეტ HP-ს. ეს სუპერი ლუსუპერის მსგავსი იქნება, მანდედა გამოსვლა ძალიან რთული იქნება და ის დიდარიალს ფარავს. ის თავისი პირველი star power-ით შეანელებს თავის მოწინააღმდეგეს დარტყმისას. მეორე star power-ით კი როდესაც სუპერს დაუგდებთ, მათ ტყვიებს გამოაცლით. ის თავის პირველი გაჯეტის დახმარებით საგრძნობლად ასწრაფდება, ხოლო მეორე გაჯეტის შემთხვევაში სრულად გაქრება. ამ ბრაულერს ასევე ექნება მეორე სუპერი, რომელთაც შეახტება მოწინააღმდეგეს და დაადებს მარკას, როგორც ბელი აკეთებს და ამის შემდეგ ძალიან ბევრ დიმეჯს მიაყენებს. მისი მესამე star power-ის, როდესაც მარკას დაადებს, ის მოწინააღმდეგის მარკა უბრალოდ სხვა გუნდებზეც გადავა. ხოლო მეორე star power-ით კი გაჯეტით 50% უფრო დიდხანს იქნებით უჩინარი. ახალ ბრაულერ კეზის შუა თამაშის დროს შეუძლია შეიცვალოს რეჟიმები, ერთ მომენტში იყოს ასასინი, მეორე მომენტში კი შორს მსროლელი. კეზის ჰაიპერჩარის გამოყენების დროს თქვენ სუპერს უფრო ჩქარა გამოიყენებთ, ხო, მეტი არაფერი. ხო, ამ ბრაულერს 4 star power და 4 გაჯეტი აქვს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ 2 იყიდოთ და მაინც ყველა ჩაგეცვლებათ. თამაში დაემატება ახალი სუშის ივენთი, რომელთანაც ჩვენ მივიღებთ უამრავ პრიზებს, მაგალითად ასეთი ონი კენჯის ჰაიპერჩარჯ სკინს და უამრავ სხვადასხვა ძალებს. ეს ივენთი გაგრძელება 4 კვირის მანძილზე და ყოველ კვირა მივიღებთ სხვადასხვა პრიზებს, ეს იქნება კრედიტების სახით, თუ სხვადასხვა სკინების სახით და ჯემების სახითაც. ჩვენ მივიღებთ ასევე ყოველ კვირა სხვადასხვა მრავალფეროვან გეიმ მოუდებს და მე-4 კვირას აი ასეთ ლამაზ კენჯის ჰაიპერჩარჯი სკინს. თქვენ ამ ახალ გეიმ მოუდებზე თამაშის დროს მიიღებთ აი ასეთ სუშის, რომელზეც შემდეგ შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ ბრაულერზე და როგორც მუტაციების შემთხვევაში იყო თქვენი ბრაულერი გაძლიერდება. მაგალითად, ერთ-ერთი WhatsApp-ის ძალის დროს, როგორც ამ მომენტში ვხედავთ, პენი შეუულია 2 სუპერის დადგმა და ლუს 2 სუპერის დადგმა, რაც ძალიან მაგარია. როგორც ამ მომენტში ვხედავთ, არის 4 სხვადასხვა ტიპის ძალები. ერთი არის უბრალოდ ჩვეულებრივი სიცხარის, ნუ ასეთ სიცხარეებით აქვს დალაგებული, ეს იქნება ნაკლებად ძლიერი ძალები პირველ გრაფაში რომ ხედავთ ამ ბრაულერებს. ექნება სხვა ბრაულერებთან შედარებით ნაკლებად დიდი სიძლიერე. მეორე რეჟიმში, რომელიც არის Crazy Hot, მანდ უფრო ძლიერი შეასრულებები ექნებათ, მესამეში კიდევ უფრო ძლიერი და Inferno-ში მე-4-ში იქნება ყველაზე ძლიერი ძალები. თუ შეიძლება ყოველი გადაშვიდროს ტყვიების გასროლა ძალიან OP-ია, ხოლო ასევე შელი ყველა მიმართულებით გაისვრის უკვე სუპერს. Mr. P თავის სუშის ძალით 1 ტყვიის ნაცვლად 2 ტყვიას გაისვრის ყველა ჯერზე. სურჯი სუშის ძალით 1 სუპერის გამოყენების დროს უკვე max level-ზე ავა და ასევე მისი ტყვია ბევრად ჩქარა ივსება. ფენგის ტყვიებს კი Piper-ის რენჯი ექნება. ასევე მას ექნება მეტი სიცოცხლე და მისი სუპერი ბევრად ჩქარა აივსება. კენჯის კი ფაქტიურად ულიმიტო ტყვიები ექნება. ეს სუშის გაძლიერება მხოლოდ 60 ბრაულერზე იმოქმედებს. ეს სუშის გაძლიერებები ამ ბრაულერებზე იმოქმედებს, რომელთაც ეკრანზე ხედავთ, სხვებზე სამწუხაროდ არა. ეს სპეციალური ძალები იმოქმედებენ იმ გეიმ მოუდებს, რომელსაც თქვენ მოხთ ესეთი სპეციალური ნიშანი ექნებათ. თქვენ ამ გეიმ მოუდზე ერთი თამაშის შემდეგ მიიღებთ 1 ცალ სუშის და ამ სუშის გახსნის შემდეგ თქვენ გექნება ჩანსი რომ მოიგოთ სკინი, ან თუნდაც აი ეს სპეციალური სუშის ძალები. ამ სუშებიდან ფაქტიურად ყველაფერი ვარდება ჰაიპერჩარჯები, ეს სუშის ძალები, star power-ები, გაჯეტები, სკინები, კოინები, ბლინგები, PowerPoint-ები და კრედიტებიც კი, დაპინები, სპრეიები და აიქონები. თუ თქვენ მოახერხებთ ამ აპდეიტის განმავლობაში 50 სუშის გახსნა, თქვენ მიიღებთ 25 ჯემს, 100 სუშზე ახალ სკინს, 150 სუშზე 1000 კრედიტს და 200 სუშზე ჰაიპერჩარჯ კენჯის სკინს. სუშების აღება უმარტივესი იქნება, თითქმის ყოველ მოგებაზე 1 სუშის აიღებთ, როგორც სტარდროპებზე არის და ასევე მას ექნება თავისი რეჟიმები, რომელთაც უფრო მარტივად ააგროვებთ ამ სუშებს. თქვენ და თქვენ კლანის წევრებს შეგეძლებათ რომ ახლა ერთობლივად შეაგროვოთ სუშები. თქვენ მიიღებთ ყოველდღიურად 4 ტიკეტს, თქვენ ითამაშებთ სპეციალურ გეიმ მოუდზე და აი ამ ტიკეტების შემთხვევაში თუ მოიგებთ საკმარის რაოდენობას, ყოველდღე გექნებათ პრიზები, რომელთანაც შეიძლება ძალიან კარგი რაღაცები დააგდოთ.
ასევე ორი ახალი game mode, რომელსაც ერქმევათ Samurai Smash და Oni Hunt. Samurai Smash იქნება გუნდური რეჟიმი 3-3-ზე ან 5-5-ზე, სადაც იქნებიან მოწინააღმდეგები და ასევე მაპზე აი ესეთი ბოტები, რომლებიც დააგდებენ აი ესეთ პატარა მრგვალ ბურთებს და რომელი გუნდის ყველაზე მეტ ასეთ მრგვალ ბურთს ააგროვებს, საბოლოო ჯამში ის მოიგებს. Oni Hunt-ის რეჟიმზე თქვენ და თქვენი მეგობრები შეხვალთ game mode-ზე ან რენდომები და უბრალოდ უნდა დაამარცხოთ აი ეს მაგარი რობოტი. ასევე ამ game mode-ებზე თამაშის შემთხვევაშიც მიიღებთ უამრავ სუშებს. რა თქმა უნდა, ემატება სამურაის სამეფოს თემატური სკინებით. კაზა ობაკე პაიპერი, იოკაი პაიპერი და ცუკუმონოგანი პაიპერი. ასევე ქურსეტ კენჯი, ანკუი სპრაუტი, ვონდერერ გრეი და შუკუტეკი ტარა. ფოთლების ოფლიდან გამოქცეული შინობიეში, ტენგუ ანჯელო. Update-ი გამოვა 1 მაისს და სუშის ევენთიც ამ დროს დაიწყება. წარმატებები ყველას. ასევე გვეყოლება კიდევ ერთი ახალი ბრაულერი, რომელიც არის იაპონელი ჟაი იონგი. ეს ბრაულერიც იქნება მომღერალი ბრაულერი, რომელიც იქნება ორი სტილის, როგორც ჩვენი პირველი ბრაულერი იყო. ამ ბრაულერის პირველი სტილით თქვენ შეძლებთ რომ დაჰილოთ თქვენი გუნდელები და მეტი დიდად არც არაფერი, ძალიან ცოტა დიმეიჯი ექნებათ, მაგრამ მისი მეორე შეტევის რეჟიმში თქვენ ძალიან აჩქარდებით და თქვენ თიმეიტებსაც აჩქარებთ და დიმეიჯი უფრო მოგემატებათ. როდესაც სუპერს დააწვევით, თუ თქვენ ხართ მაგალითად ჰილის რეჟიმში, გადახვალთ დიმეიჯის და სისტრაფის რეჟიმში. ამ ბრაულერს ჩვენი პირველი ბრაულერსგან განსხვავებით ექნება მხოლოდ ორი star power-ი, ის პირველი star power-ი თვითონაც თავის გუნდელებს უფრო მეტად აჩქარებს, მეორე star power-ს კი splash damage-ი ექნებათ. ამ ბრაულერის პირველი გაჯეტით მისი ტყვია გაიზრდება, ხოლო მისი მეორე გაჯეტით მოწინააღმდეგეებს შეანელებს ყოველი ტყვის მორტყმისას. ახლა კი გადავიდეთ უამრავ ჰაიპერჩარჯზე. როდესაც შენია სუპერს დაადებ, გარშემო გაიშლება და მოწინააღმდეგეს დიმეიჯს მიაყენებ. ახლა უკვე ლილის სუპერით, როდესაც ჰაიპერჩარჯს გამოიყენებთ, კედლებიდან შეგიძლიათ მოარტყათ მოწინააღმდეგეს. კლენსის ჰაიპერჩარჯი ახლა როდესაც წინ გაისვრით, უკანაც ბრუნდება და ორმაგ დიმეიჯს აკეთებს. ემბერის სუპერის რადიუსი ჰაიპერჩარჯის დროს ძალიან გაიზრდება და ახლა უფრო მარტივად დაწვავთ მოწინააღმდეგეს. ვილოუს ჰაიპერჩარჯით, როდესაც მოწინააღმდეგეს გააკონტროლებთ, თქვენ ამ დროს უკვდავი ხართ. ახალი ბრაულერი კეზის ჰაიპერჩარჯით უბრალოდ სწრაფად დააგდებთ იმ ადგილზე სუპერს, სადაც გინდათ. ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი ჰაიპერჩარჯი იქნება გრიფის, რომელთაც უკვე კედლებში შეგიძლიათ გაატაროთ სუპერი და ძალიან OP იქნება ეს. კენჯის ჰაიპერჩარჯი ამჯერად უკვე მომრგვალდება და თითქმის შეუძლებელი ხდება რომ ააცილოთ. ახალი რეჟიმი, რომელიც League of Legends-ის კოპირებაა, ოღონდ 45 წუთის ნაცვლად ეს ამჯერად 3 წუთი გაგრძელდება. თქვენი მთავარი მიზანი არის რომ გაანადგუროთ მოწინააღმდეგის 3 მთავარი ტურენტი და ასე მოიგოთ. ამ ყველაფერში კი მოწინააღმდეგის რობოტები შეგიშლიან ხელს, რომელიც თავისით სპაუნდებიან და სხვა დაბრკოლებები იქნება მაპზე. ასევე Brawl Stars-ში თამაშის შემდეგ შეგიძლიათ უკვე ჩატში თქვენ გუნდელებს ან მოწინააღმდეგეს დაუწეროთ რაღაცეები. კიდევ მეტი სკინები ედგარზე, გრიფზე, ფინქსზე, კაიჯუ კლენსი, კოლედზე და მიკოზე. Clash Royale-დან გადმოტანილი Witch Mandy სკინი, Street Shade და ასევე დაემატება, როგორც ხედავთ, აი ასეთი უამრავი 29 ჯემიანი სკინები, რომლებიც უბრალოდ ღადაობაა და სასაცილოდ გამოიყურება. ახლა თქვენ უკვე შეგიძლიათ გაიგოთ თუ რამდენ წამში დაგეტენებათ გაჯეტი. ასევე თამაშმა გამოუშვა უფასო პინი, რომლის ლინკსაც აღწერაში დავტოვებთ და შეგიძლიათ გადახვიდეთ აიღოთ. ხო, Brawl Talk-ისთვის სულ ეს იყო, ახლა კიდევ გადავიდეთ გათამაშებაზე, რომელზეც დასაწყისში შეკპირდით. Brawl Stars-მა მაჩუქა აი ასეთი 4 ულამაზესი მონსტრო მიკო სკინი და ამ ვიდეოში გავათამაშებ. თუ მიკო არ ყავთ კონკრეტულად ბრაულერი, ამ ბრაულერსაც მიიღებთ, როდესაც გაჩუქებთ მე ამ სკინს. დღეისათვის სულ ეს იყო, დაწერეთ კომენტარებში თუ როგორ მოგეწონათ Brawl Talk-ი და ლაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ნახვამდის.